საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გვეწვია სტუდიაში. დაგლოცეთ მამა. მერთმა დაგლოცოთ მოგესალმებით და დღევანდელ დღესასწაულს გილოცავთ თქვენ და თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მამა, ჩვენს გილოცავთ. ისე იგი ვთქვათ ზოგადად რომ დღეს 15 ივლისს საქართველოში აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაული. უფრო ზუსტად რომ გითხრათ მამაო, რა დღესასწაულია, მისი არსი რაში მდგომარეობს? მოგახსენებთ ღვთისმშობლის სამოსელი, რომელიც დღეს უკვე ზუგდიდში ინახება, ზუგდიდის მუზეუმში არის დავანებული. ეს მოგვიანებით ვიტყვი საიდან და როგორ მოხდა აქ, მაგრამ იქამდე მას თავისი ისტორია ის გახლავთ ღვთისმშობლის შესამოსელი და გადმოცემით ჩვენ ესე ვიცით რომ დაახლოებით მე-5 საუკუნეში, როდესაც ორი ბერძენი ძმა იმპერატორის კარზე დაახლოებული ძმები იყვნენ, ისინი ჩავიდნენ იერუსალიმის მოსალოცად. ისინი ღამე დარჩნენ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც მოხუცი ქალბატონი ცხოვრობდა და ღამით ნახეს, რომ რაღაცა სანთლები ენთო, კანდელი ენთო და საოცარი სურნელება იფრქვეოდა აი ამ სახლში. და დაუწყეს ამ ქალს გამოკითხვა, თუ რა ხდება. ნახეს, რომ ეს ქალი ლოცულობდა და ამ ქალმა უთხრა ესეთი რამ, რომ ეს თავისი შესამოსელი, ეს კვართი ღვთისმშობელმა დაუტოვა ერთ-ერთ ქალწულს, მის თანამედროვეს, რა თქმა უნდა, და დაიბარა ანდერძად, რომ აი ესე უნდა დარჩენილიყო, რომ აუცილებლად უნდა გქონოდათ ეს ქალწულებს უნდა შეენახათ. და აი ამ ძმებმა მოკლედ ძალიან დიდი მონდომები და ძალიან დიდი შრომის ფასად ჩამოაბრძანეს ეს ღვთისმშობლის კვართი უკვე დღევანდელ სტამბულში, ანუ მაშინდელ კონსტანტინოპოლში, სადაც ესე იგი ააშენეს მისი სახელობის ტაძარი. ვლაქერნა არის ერთ-ერთი ამ ქალაქის უბანი, მაშინდელი ესე ერქვა, ერთ-ერთი მხარეა მოკლედ ამ ქალაქისა. იქ აშენდა ტაძარი სპეციალურად, სადაც დაიდო ესეთ ლუსკუმაში ჩააბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, ომოფორი, სარტყელი და აი აქ დაივანა მოკლედ აი ამ დიდმა სიწმინდემ. ასე რომ ღვთისმშობლის აი ამ დადების დღესასწაული, მისი სარტყელის დადების დღესასწაული სწორედ ამიტომ აღინიშნება. თუმცა კი აი ამ კვართმა, აი ამ სიწმინდემ ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა იმით, რომ არაერთ გზის მან კონსტანტინოპოლი დაცემას გადაარჩინა, არაერთ გზის დიახ სასწაულს უკავშირდება და აი საფარველი, რასაც ჩვენ ვეძახით, ეს საფარველი უკვე წმინდა ანდრიას ხილვაშია ნახსენები, როდესაც მან ნახა, რომ მლოცველი ადამიანებს ზემოდან თითქოს ეს ღვთისმშობლის საფარველი ჰქონდათ გადაფარებული და საფარველიც ამიტომ ეწოდება. აი ეს სიწმინდე გახლავთ, ეხლა საქართველოში შემოღწევის მისი რაღაცა სხვადასხვა ვერსია არსებობს. ყველა სანდო ვერსია მაინც რომელია, მამა, აი ისტორიკოსების ჩვენ ბატონ ელდარ ბუბულაშვილთანაც გვისაუბრია ამ თემაზე სტუდიაში, მაგრამ აი თქვენგანაც საინტერესოა ამის მოსმენა. ყველაზე სანდო წყარო. იცით როგორ არის, რომ ძალიან ძნელია დღეს ამისი თქმა, იმიტომ რომ სხვადასხვა ეხლა ისეთი ისტორიკოსები ასაბუთებენ ამას, რომ აი თქვათ ის რაღაც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომ აღმოჩნდა ქართულ მონასტერში, რომელიც იყო იერუსალიმში, ჯვრის მონასტერს გულისხმობ და ამის შემდგომ თქვათ, როდესაც იქ ქართველები ვეღარ ინახავდნენ უკვე მონასტერს და გაუჭირდათ ძალიან და მოგეხსენებათ ეს მონასტერი დღეს აღარ არის საქართველოს კუთვნილება. იქედან გამომდინარე ეს კვართიც წამოაბრძანეს როგორც ძალიან დიდი სიწმინდე მათთან დავანებული. ეს ერთ-ერთი ვერსია, რომელიც შეიძლება რომ ნამდვილად ესე ყოფილიყო და მისაღები ყოფილიყო, მაგრამ მეორე ვერსია არის ის, რომ როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა, ასევე ამ პერიოდს უკავშირდება კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომ არის ეს კვართი წამოღებული და იერუსალიმის გავლით ჩამოვიდა საქართველოში თუ პირდაპირ გზა, რომლითაც ერთ-ერთი ისტორიკოსი ესე ბრძანებს, რომ ერთ-ერთი არქიეპისკოპოსი, რომელმაც ეს სიწმინდე დასაცავად წამოიღო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თურქები შევიდნენ და მათ ქრისტიანულ სიწმინდებს ისინი პატივს არცემდნენ და აი ამის გადასარჩენად წამოვიდა და დასავლეთ საქართველოში დაახლოებით აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდა ეს არქიეპისკოპოსი თავის რამდენიმე მღვდელთან ერთად და აი ეს სიწმინდე მასთან ერთად დარჩა. ფაქტია რომ მოხდა საქართველოში. არის კიდე სხვადასხვა რომელ ვერსიებსაც რა თქმა უნდა აქვთ ესეთი არსებობის უფლება და არ არის ძალიან დიდი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორ მოხდა. ფაქტია მოხდა, იმიტომ რომ არაერთი ისტორიკოსი ახსენებს ამას. მათ შორის
წარმოიდგინეთ ანტიოქიის პატრიარქიც კი ამბობს რომ აი მე-17 საუკუნეში დაახლოებით თუ არ მეშლება ეს რიცხვი იყო საქართველოში მოილოცა მან სიწმინდეები და ნახა კვართი რომელიც ხობის მონასტერში იყო დაცული და მას ჰქონდა თქვათ იქ მსახურების შესრულების უფლება საიდანაც ზუსტით არ გეავიღეთო მსგავსი კვართი შევკერეთ და როგორც სიწმინდე წავაბრძანეთ ანტიოქიაში აი ესეთი მოსახსენებელი მოსაზრება კი რა უკაცრავად ბევრი ესეთი ისტორიული ვერსია ფაქტი არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ აი ეს სიწმინდე საქართველოში არის შემობრძანებული, თუმცა კი რა გზით ამის დღევანდელ დღეს ცოტა ძნელი იქნება ალბათ ამაზე კამათი. დიახ, ფაქტი ის არის, რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიწმინდეა, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის წილხვედრობაზე ბრძანეთ თქვენ, ეს წილხვედრობაც პირველ რიგში პასუხისმგებლობას ნიშნავს და არა იმას, რომ ჩვენ ამით მხოლოდ სიქადული გვმართებს და ეს რომ კვართიც აგბრძანდება, აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს გასაკვირი, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მისი კვართი ბრძანდება და განსაკუთრებული პატივისცემა და თაყვანისცემა ღვთისმშობლისა ქართველებს გაგვაჩნია, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. მამაკახაბერ, თქვენ ბრძანეთ საუბრის დასაწყისში, რომ უშუალოდ დედა ღვთისმშობლის ანდერძი იყო ის, რომ ქალწულებს უნდა გადაცემოდა შთამომავლობას და ნუ მადლობა ღმერთს მოახსნია ჩვენ ნამდე მართლაც ამ უდიდესმა სიწმინდემ, ხო? აი საქართველოში მოხვედრის შემდეგ უკვე თუ არის თქვათ წყაროები როგორ იცავდნენ მას, სად იყო თქვა დადებული, ალბათ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ადგილას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა განიცადა თქვა იმ სიწმინდეებმა, იგივე თქვა ავად სახსენებელ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში უამრავი სიწმინდე დღემდე დაკარგულად ითვლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო და ესეც საინტერესოა თქვა როგორ გადაურჩა, ალბათ სასწაულებრივად ესეთი დიდი სიწმინდე. რა თქმა უნდა, დატანას და დაკარგვას. არის რაღაცა სიწმინდეები, რომლებიც ნამდვილად ვიცით, რომ არსებობდა საქართველოში და რაღაცა არ ჩანს შეიძლება. აი იყო ძალიან ბევრი ესეთი ფაქტი, რომ რაღაც სიწმინდეებს კედლებში აშენებდნენ ხატებსაც კი, იმიტომ რომ აი ხატმებრძოლეობის ერთ-ერთი ვერსია სხვათა შორის ხატმებრძოლეობის დროს ჩამობრძანებაც არის ამ ლაქერნის ღვთისმშობლის ხატისა და მასთან ერთად კვართისა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხატმებრძოლეობა, რომელიც ბიზანტიაში მძვინვარებდა, ებრძოდა აი ყველა აი ამ სიწმინდეს და იმპერატორის ბრძანება იყო პირდაპირ და ამის გამო სისხლს ღვრიდნენ ადამიანები, რომ ხატმებრძოლეობა დიახ, ეწირებოდნენ. ერთ-ერთი ვერსია ესეც არის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემა კი არ თქვა, მაშინ არის ჩამობრძანებული საქართველოში ეს. ნუ ამას არ აქვს როგორც თქვით უკვე მნიშვნელობა, მაგრამ თქვენ რა ბრძანეთ ეს ისტორია რაც ჩვენ თქვა შემორჩენილი გვაქვს ისტორიკოსებისგან ცნობები რომ ვიღაცამ მოილოცა მოგზაურმა პილიგრიმების ჩანაწერები რაც გვაქვს კვართის შესახებ ძირითადად ის ხობის მონასტერზე არის საუბარი რომ იქ ინახებოდა და აქ იყო ყოველთვის შენახული ანუ მონასტერში იყო დაცული როგორც უდიდესი სიწმინდე მას უვლიდნენ მონაზვნები და განსაკუთრებული სტუმრებისთვის გამოაბრძანებდნენ და დღესასწაულებში გამოაბრძანებდნენ აი ამ კვართს რომ ადამიანებს ჰქონდათ მოლოცვისა და მთხვევის საშუალება რაც შეეხება უკვე კომუნისტური რეჟიმის დროს ეს ხატი, რომელსაც ლაქერნის ღვთისმშობელს ჩვენ უწოდებთ, არის სახელმწიფო მუზეუმში გადაბრძანებული, რაც შეეხება თვითონ აი ამ კვართს, რამდენიმე სიწმინდესთან ერთად, იმიტომ რომ მე თვითონ ზუგდიდის მუზეუმშია, რომელსაც გვერდით ტაძარი უდგას, ეს დადიანების სასახლე, ადრე ძველი დადიანების სასახლე, რომელიც მუზეუმად არის გადაკეთებული და მისი კარის ეკლესია. და მე თვითონ ვარ ნამყოფი, იქ მარტო ღვთისმშობლის კვართი არ არის, იქ არის კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა გიორგის ნაწილი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილი და აი ეს სიწმინდები ყველაფერს ერთად გამოაბრძანებენ ხოლმე 15 ივლისს რაღაც მქონდა ესეთი ბედნიერება მეც ყოფილიყავი და მოლოცვის საშუალება და რაღაც ლიტანიობა ხდება აი ამ სიწმინდეებით ტაძრის ირგვლივ და ძალიან ესეთი ამაღელვებელი იყო ჩვენთვის რომ იცი რომ რაღაცას ეხები ისეთ ნივთს რომელსაც უშუალოდ ღვთისმშობელი ეხებოდა და ეს რაღაცა ესეთი ისტორიული კავშირია ისეთი რაღაცა გონია რომ აი აქ არის ახლა ღვთისმშობელი თითქოს მის კალთაზე ამბორები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცდა იმიტომ რომ ზოგადად სიწმინდის თაყვანისცემა ამას ნიშნავს სხვას კი არაფერს ახლა ჩვენი იმ მატერიას ქსოვილს კი არ ვეამბორებით სინამდვილეში რაც მასთან გვაკავშირებს ხომ ეს ადამიანი რომელიც გიყვარს რაღაცა მისი გამოყენებული ნივთებიც კი რაღაცა შეიძლება სამახსოვროთ რომელიც დაგჭირდება შეიძლება უბრალო იყოს რაღაცა კალამი არაფრად ღირებული
მატერიალური ფასით, მაგრამ შენთვის ძალიან ღირებული იყოს, იმიტომ რომ ამას შენი რაღაცა განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანი გამოიყენებდა ხოლმე მუშაობის დროს და ესეთივეა, ვისაც უყვარს ღვთისმშობელი, ვისაც მისი პატივისცემა და მოგრძალება აქვს, რა თქმა უნდა, ქსოვილს კი არ ეთაყვანება აი ამ მის სამოსელს, რომ მასთან შეხებაში იყო, რომ ღვთისმშობელი ამას ლოცვის დროს იყენებდა, ესეთი გადმოცემა არსებობს, რომ ამას იწმევდა ლოცვის დროს და ესე ლოცულობდა და რაღაცა ეს განცდა ყველა ადამიანს ეუფლება იქ მისულს. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიწმინდეა, რომელიც საქართველოშია და ეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ არა მხოლოდ სიქადულისთვის, არამედ პირიქით პასუხისგებლობის რაღაცა უფრო მეტი განცდისთვის ვეუბნებით ჩვენ და შევახსენებთ ხოლმე ამ სიწმინდეების შესახებ, როდესაც ვლაპარაკობთ იგივე ღვთისმშობლის წილხვედრობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ აქ არანაირი ურაპატრიოტიზმი ამაში არ დევს, რომ აბა ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და ჩვენ გადავრჩებით იმიტომ რომ წილხვედრი ვართ, არა, იმიტომ უნდა გადარჩე, რომ იმ შესაბამისობით უნდა იცხოვრო, რასაც წილხვედრი ქვეყნის შვილობა ქვია. სხვაგვარად შეუძლებელი გახლავთ ეს, იმიტომ რომ აი მარტივი მაგალითი შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანთან ხა აი ვიღაც გამოჩენილ მეცნიერთან ერთად რომ გიწევდეს მოღვაწეობა და შენ არ ცხოვრობდე იმ წესით, როგორც ეს გამოჩენილი მეცნიერი ცხოვრობს. ხომ არ ხვენ შენ ამ ადამიანს და აკნინებ მის მდგომარეობას. ესე იგი, შენს გამო შეიძლება თქვა, რომ ამ მეცნიერის არაფერი აღარ მინდა, აღარც მის ნაშრომს წავიკითხავ, აღარც მის ლექციას მოვისმენ, იმიტომ რომ როგორ ხა გვერდით ესეთი კაცი უდგანს, რომელიც სრული უღირსებით არის შემკული და პირიქით თუ კი შენ ესე იგი ზნეობრივად ცოდნით ისეთი ხარ რომ ხო აი ამ მეცნიერს პირიქით რაღაცნაირად ეს წინ წამოსწევს რა თქმა უნდა ისეულად უდგახარ გვერდში ესევე გახლავთ ქრისტიანი გერქვას და არ ცხოვრობდე ქრისტიანულად რა თქმა უნდა სასჯელი ელოდება ესეთ ადამიანს თუნდაც ამ მარტივი მიზეზის გამო რომ სახარებაში წერია ვინც ერთი ადამიანი დააბრძოლოს უმჯობესი იყო მისთვის რომ გამოება წისქვილის ქვა და წყალში გადავარდნილიყო და ეს გახლავთ სწორედ რომ ქვია ქრისტიანი უნდა იქცეოდე ამის შესაბამისად ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა უნდა ცხოვრობდეს ისე როგორც შეესაბამება ღვთისმშობლის წილხვედრობას თუმცა კი ცოტა გვიჭირს ახლა ადამიანურად ეს შეიძლება გასაგები იყოს მაგრამ ძალიან ხშირად აი ამ საკითხზე როდესაც ჩამოვარდება ლაპარაკი მაშინვე გამოჩნდებიან კრიტიკოსები და იტყვიან რომ არა საიდან მოგაქვთ ეს და რატომ ლაპარაკობთ ხო რატომ გჯერათ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოა ამას თავის დამამტკიცებელი საბუთები გააჩნია ისტორიული საღვთისმეტყველო შევახსენოთ მამაო ძალიან მოკლედ ისტორიული და საღვთისმეტყველო დასაბუთება გააჩნია ამ საკითხს და ჩვენ ორივე თემაზე ცოტა შეგვიძლია დღეს ვთქვათ რომ ისტორიული ის რომ საქართველოში მოგეხსენებათ ნაბუქოდონოსორის ტყვეობის დროს ჩამოსული ებრაელები ეს ჩვენ წელთაღრიცხვის ხონდე მე-6 საუკუნეა დაახლოებით ჩამოსული ებრაელები რომლებიც ცხეთასთან დასახლდნენ აი რაღაცა მარტივად ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ რომ მაცხოვრის ამ ქვეყნიური განკაცება მათ მიიღეს იმ ებრაელებმა რომლებიც ცხოვრობდნენ იერუსალიმში არ მიიღეს მოგეხსენება და ჯვარსაცვეს ქრისტე აქ მიიღეს ეს იმიტომ რომ როდესაც მიდიან ებრაელები ამ პროცესებში მოკლედ მონაწილეობის მისაღებად იციან რომ იქ რაღაც მესია გამოჩნდა წრუ მესია რომელიც ჯვარს უნდა გააკრან ნახეთ უბარებს აქედან ელიოზის დედა უხუცესი ქალბატონი უბარებს რომ შენ ამაში მონაწილეობა არ მიიღო ეს უკანონოა და იგრძნობს აქ იქ რომ ჯვარს გააკრავენ აქ ეს გარდაიცვლება ამ ტკივილს და იტყვის რომ დამთავრდა შენი მეუფება ისრაელო იმიტომ რომ საკუთარი ღმერთი ჯვარს გააკარით და აი ეს გრძნობა ნახეთ და ელიოზი იქიდან რომ ბრუნდება ის ძველი აღთქმის ეკლესია რომლის გამოც ესე იგი აღთქმის გამო მოვიდა მაცხოვარი და ახალი აღთქმა დაგვიტოვა ჩვენ ახალი აღთქმის ეკლესია სწორედ მცხეთაში ჩამოყალიბდა მაგრამ ეს ქართველების დამსახურება კი არ ყოფილა ეს იყო იმ ებრაელების დამსახურება რომლებიც აქ ცხოვრობდნენ რომელიც მართალი სარწმუნოებით იყვნენ და ახალი აღთქმის პირველი ეკლესია შეიძლება ითქვას რომ არის მცხეთა ისევე როგორც მეორე იერუსალიმი მცხეთა სწორედ ამიტომ ეწოდება რომ იერუსალიმი და წმინდა ქალაქი. დიახ, ამიტომაც იწოდება რომ აქ მოხდა ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება. ქართველების დამსახურება ერთადერთია, რომ ხელი არ შეუშალეს ებრაელებს იმაში რომ დაფუძნებულიყვნენ და არც იმაში რომ თავიანთი რელიგიური აღსარებლობა შეენარჩუნებინათ. აი ეს არის დამსახურება, მეტი არაფერი. და ის რომ ღვთისმშობელი ირჩევს
საქართველოს ესეც ამ შესაბამისობაში რომ იმიტომ რომ აქ არის ახალი აღთქმის ეკლესია მისი შვილის კვართი იყო აქ არის ახალი აღთქმის ეკლესია პირველ რიგში რაც უნდა გითხრათ ანუ ის ებრაელები ცხოვრობენ რომლებმაც ახალი აღთქმის ეკლესია მიიღეს დიახ 60 კილო მსახურებას შეუდგნენ ფაქტიურად ესე შეიძლება ითქვას და რაც მთავარია კვართი ჩამობრძანდა საქართველოში აი ამ კვართს მთელი სული და გული ღვთისმშობლის აქ არის იმიტომ რომ მის შვილთან შეხებაში მას რაღა გაჩნია საფლავი აღარ არის ქრისტე აღდგა მის შვილთან შეხებაში არის ეს კვართი რაც მას ძალიან უყვარს იმ ზიაღმატებული დედობრივი სიყვარულით წმინდა სიყვარულით რომელიც ღვთისმშობელს მაცხოვრისადმი გააჩნდა შესაბამისად მას უნდა საქართველოში ჩამოსვლა და მას სურს რომ საქართველოს მფარველი იყოს აი ამ კვართის და აი ამ ახალი აღთქმის ეკლესიის გამო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას რომ ეს ჩემი პიროვნული თვისების გამო რომ მე რომ ქართველი ვარ ძალიან კარგი ყოფილი ვარ და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი არა ეს ისტორიული და საღვთისმოწყალო გარემოებები ჩვენ გვაფიქრებინებს და რეალურად გვაძლევს ამის სურათს რომ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს სწორედ ამიტომ გახდა და ქართველებმა აი ეს უნდა მიიღონ კიდევ ერთხელ ვამბობ პასუხისგებლობით და არა მხოლოდ რაღაცა გულზე ჟღის დარტყმით რომ ხო ჩვენ ესე რო ვარ რასაც ხშირად ვაწყდებით სამწუხაროდ ასე სუფრაზე და სამეგზელოზე ვართ მაგარი ქართველები დავიკრებთ ხელს და ვამბობთ რომ ჩვენ გადარჩებით ხო იმიტომ რომ წილხვედრი არა ჩვენი შრომის შედეგი უნდა იყოს გადარჩენი მონდომების შედეგი იმიტომ რომ ეხლა წარმოვიდგინეთ აი თუ ერთ წამში რომ დაიბრალო ეხლა რომ მე ვარ ექიმი და ამ დროს არ კონდეს სამედიცინო განათლება და არავის განკურნება არ შეგეძლოს ეხლა რამდენიც გინდა იძახე რომ ექიმი ხარ არ ხარ სინამდვილეში ესეა ღვთისმშობლის წილხვედრი მაშინ ხარ როდესაც შენ აი ამ შესაბამისობას არ ეწინააღმდეგები შენი ცხოვრების წესი ხო შენი ცხოვრების წესი აბსოლუტურად ეთანხმება ამ ღვთისმშობლის წილხვედრობას მაშინ ხარ წილხვედრი ან განიცდილი მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გრძნობს მამა ღვთისმშობლის მფარველობას ეს როგორც ერზე და ქვეყანაზე გამოგვეცდი ასევე თითოეულ ადამიანს გამოგვეცდი ალბათ ღვთისმშობლის მფარველობა და გვგზია და ბედნიერია ჩვენ ქვეყანას სულ ამბობთ აი რაღაცა ლოცვითი შეწევნა რომ ღვთისმშობელს რომ თხოვ აი რაღაცა განსაკუთრებული უფრო იოლად თხოვ ხოლმე დიახ ეს განსაკუთრებული განსა ერთადერთი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთან და შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ ღმერთს ვეუბნებით ამას და ღვთისმშობელს ვეუბნებით წმინდანებთან ესე ხო არ არის ვეუბნებით მეოხებას ვითხოვთ ღვთის წინაშე და ღვთისმშობელს პირდაპირ ცხონება შეგვიძლია რომ ვთხოვოთ იმიტომ რომ მას აქვს ეს კადნიერება და შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და დღევანდელი დღესასწაულს კიდევ ერთხელ მიულოცავთ შეგვეციოს მამაო და ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მიულოცეთ ჩვენს ტელეოპერატორს შვილი შეეძინა და პატარა თომას და პატარა თომა ხო და თქვი და ვისურვე ის ალბათ რაც თითოეული ჩვენგან ის და ყველა ქართველის სურვილი დაოცნებაა რომ დამშვიდდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს ერი ეს ქვეყანა და გამთლიანდეს რაც ჩვენი ყველა სიტკივილია და ალბათ ყველა ჩვენგანი როდესაც ვლოცულობთ გარდა პირადი რაღაცა თხოვნებისა ხო არის ისეთი მომენტები როდესაც ჩვენ ვთხოვთ რომ გაერთიანოს დედა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა და ალბათ დადგება ეს დღევანდელი დღესასწაულის მადლით შევთხოვოთ დღეს რომ გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა მოკლედ შევახსენოთ ნინო ტელემაყურებელს რა თემაზე ვსაუბრობთ სიამოვნებით მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გვესაუბრებოდა ვლაქერნობის დღესასწაულის და ღვთისმშობლის წილხვდომილობის შესახებ